Am წუთებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული აღმაშენებლის გამზირზე. მოძრაობა ეროვნულების წევრები დაანონსებულ აქციას იწყებენ. ქართველთა მარში ასე დაარქვეს გამოსვლას, რომლის ორგანიზატორები ქვეყნიდან უცხოელი არალეგალების წასვლას და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ფეხით მსვლელობა მარჯანიშვილის მეტროსთან უნდა დასრულდეს. ორგანიზატორებისა და ადგილზე მყოფთა მოთხოვნებს რამდენიმე წამში გურამ როგავა გაგვაცნობს. დღევანდელი მსვლელობის პარალელურად მდუმარე აქცია იგეგმება საოკუპაციო ხაზთან. სამოქალაქო აქტივისტები გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში უნდა შეიკრიბონ ერთადერთი გზავნილით. ქვეყნის მთავარი პრობლემა მცოცავი ოკუპაცია. ბერშუეთი ის სოფელია, სადაც 10 დღის წინ რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი 700 მეტრით გადმოწიეს. ნინო ფისაძე ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის. მანამდე კი გურამ როგავას ჩართავთ ახლა აღმაშენებლის გამზირიდან. გურამ, რა ხდება აქციაზე? ამ დროისთვის უკვე მსვლელობა დაიწყო მარჯანიშვილის მეტროს მიმართულებით. აქციას შემოუერთდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები. აქ ისმოდა შეძახილები საქართველო, ასევე გაისმა პატრიოტული სიმღერები და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია სწორედ დაიცვან საქართველოს ინტერესები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მოითხოვენ გამკაცრდეს კანონი არალეგალი უცხოელებისთვის, რომლებიც, როგორც აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, არღვევენ კანონს და ეწევიან სხვადასხვა უკანონო საქმიანობას, არიან ზოგიერთ შემთხვევაში კრიმინალები. სწორედ ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია და დღევანდელ აქციას ისინი სწორედ ამ ლოზუნგით მართავენ, რომ საქართველოში შეიცვალოს კანონი. დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა მათ მოწოდებებს, ეს არის რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დღეისთვის სწორედ ამ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავდნენ გარკვეული სახის პროვოკაციას, თუმცა ჯერჯერობით აქციას ყოველგვარი დაბრკოლებების ან რაიმე სახის ინციდენტის გარეშე აქცია მიმდინარეობს ინციდენტების გარეშე. ჩვენ შეგვიძლია ახლა აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები მოვისმინოთ. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის, რომ გამკაცრდეს საემიგრაციო კანონმდებლობა, მოვიდეს ის შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული იქნება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. აგრეთვე აღსრულდეს კანონი და კანონის მიხედვით ყველა არალეგალი კრიმინალი დეპორტირებული უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიიდან. გავივლით ერთადერთი რამით, რომ გავაფრთხილოთ ზღვარგადასვლად მოქცეული სტუმრები, ვინც ჩამობრძანებული არიან, არალეგალები და არალეგალურად მოქმედი ადამიანები და გამოვაფხიზლოთ ჩვენი ხელისუფალი, რომ მიგრაციის კანონი გაამძაფროს. აქ აქციის მიმდინარეობას აკვირდებიან სამართალდამცავები, განსაკუთრებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პოლიციელები. ისინი სხვადასხვა ტერიტორიაზე არიან გადანაწილებული. თქვენ ახლა ხედავთ, რომ თავად აქციის მონაწილეებს მიაცილებენ პოლიციელები ავტომანქანებით. აქ ესკორტი, შესაძლოა ასეც ითქვას, სწორედ პოლიციელების შემადგენლობით აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე, ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, რომ უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე თქვენ ახლა ხედავთ ნახავთ კადრებს, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთის წინ გადავიღეთ და ამ კადრებში ჩანს, რომ მარჯანიშვილზე რამდენიმე რესტორანი, ასევე მაღაზია დახურულია და თავად მეპატრონეებთან გასაუბრება ჩვენ გსურდა, რათა გვეკითხა პირადად მათთვის, რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რატომ დახურეს დღეს მათ მაღაზიები და რესტორნები, თუმცა მედიასთან კონტაქტი მათ არ სურთ და ჩვენ შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. ასევე ვესაუბრეთ ტურისტებს, რომლებიც იყვნენ დღეს აქ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, გარკვეული ინფორმაცია მარშის შესახებ, თუმცა აცხადებდნენ ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ შევხვდნენ, რომ საშიშროებას ამ აქციისგან ვერ გრძნობდნენ და ამ დროისთვისაც აქ უამრავი ტურისტია მარჯანიშვილზე. აქვე გეტყვით, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად არის უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი. მთელ ამ მარშთან მიყვება პოლიციელთა ასე ვთქვათ შემადგენლობა, პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ასევე მოუწოდებენ, რომ დაიცვან მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომები. თავად ამ მოწოდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალური ძალისხმევა მიემართა იმისთვის, რომ აქციაზე რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარიყო, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი
არაერთხელ მიმართავდნენ ოფიციალურ უწყებებს. ასეთი ამ დროისთვის ვითარება, ჩვენ უკვე მოვლენათა განვითარებით, დაგიბრუნდებით, მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მარში უკვე დაასრულებს მსვლელობას. მადლობთ, ეს იყო გურამ როგავა და ჩართვა აღმაშენებლის გამზრიდან. მე კი გეტყვით, რომ მაუწყებელი აქციის მონაწილეების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებსა და მოსაზრებებს არ იზიარებს.